ერთ წუთში რამდენ სწორპასუხსაც გამცემ, იმდა ხინკალს მოიგებ. მზადხარ? კი ბატონო. მაშინ დრო წავიდა. საიდანაა წარმოშობით მერაბ დვალიშვილი? ვანი. სწორია, ვისი დამარცხებით მოიპოვა მერაბმა UFC-ს საჩემპიონო თამარი? შუგაშან. სწორია, ვინ არის 5 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილის მეტოქე? გორი სანთეგენი. სწორია, მერაბ დვალიშვილზე აკარაბეთის კომპანიის სახელია მანქანა? შეუჩერებელია. სწორია, რომელ კატეგორიაში იბრძვის მერაბი? ბენტამოეცი. სწორია, ზედიზედ რამდენი გამარჯვება აქვს მერაბს? 13. სწორია, რა არის მერაბის ზედმეტსახელი? The Machine. სწორია, რომელი ყოფილი ჩემპიონი დგას მერაბის ბრძოლებისას კუთხეში? აჯომენ სტერინგი. ეგა, სწორია, რამდენჯერ დაიცვა მერაბმა საჩემპიონო თამარი? 2. სწორია, რამდენი წლის არის მერაბ დვალიშვილი? 34. სწორია, ვისი რეკორდი ეკუთვნის მერაბს UFC-ში? Takedown-ები. სწორია, რომელი დაღესტნელი მებრძოლი გაანადგურა მერაბ დვალიშვილმა? უმარდულ მაგომედოვი. სწორია, რა ხატია გულზე მერაბს? საქართველოს დროშა. სწორია, რომელი ჟურნალისტი ყავდა მერაბს საქართველოში ჩამოყვანილი? ნინა დრამა. სწორია, რაზე მუშაობდა მერაბი თავდაპირველად ამერიკაში? Construction. სწორია, რამდენი ფინიში აქვს მერაბს UFC-ში? 2. სწორია, რამდენი ყოფილი ჩემპიონი ყავს დამარცხებული მერაბს? 4. სწორია, რამ გაუტეხა მერაბს თავი? ყინულმა. სწორია, რა სიმაღლეა მერაბ დვალიშვილი? 5'4". არ არის სწორი. დამარცხებს. ეგა გავიდა დრო და შეხედეთ რამდენი ხინკალი მოაგროვა. დღეს უეჭველად გამოყვება ოჯახს. ცოტა არ არის. 18 შეკითხვას უპასუხეს სწორად. მე-20 ვეღარ მოესწრო, მე-19 შეგეშალა. 5 და 6-ია მერაბის სიმაღლე, მეტი და 68 სანტიმეტრებში. ისე რას ფიქრობ, 5 ოქტომბერს დაამარცხოს მერაბი კორი სენთეგენს? უდაოდ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მანქანა შეუჩერებელია და გზად არავის ინდობს.